ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა ისევ თქვენთანაა და ელოდება როდის მოიწონებ და გამოიწერთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მოლდოვაში ევროპამ გაიმარჯვა და ნამდვილად შეეკუთვნის გულწრფელი. ყველა გამოეხმაურა ამ ამბავს, ოღონდ ახლა ერთი კაცის მოკლე მისალოცი ციტატა მინდა გაგაცნოთ. უჩემოთაც კარგად მიხვდებით რატომ. რუსეთი მოლდოვაში იყენებდა იგივე ხალხს, რასაც საქართველოში. რუსეთში ფულნაშოვ ბიზნესმენებს და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას. იცით ეს ვინ დაწერა? მიშა სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. ვიცი დაიწყებთ ახლა, აბა მევჩუქნიდი მაგათ ჯიპებსო, აბა მევჩუქნიდი მაგათ მიწებსო. კი. ეგ ყველაფერი იყო, მაგრამ ამდენ წლის შემდეგ მიშაც კი მივიდა წერტილამდე, სადაც პრავოსლავნიკური კანტორა ვეღარ პრავდება. მთელი ამ ჯიპების, მიწების, პრივილეგიების მიუხედავად, სწორედ ეს ადგილობრივი პრავოსლავნიკები იყვნენ ერთი წამით რომ არ შეუწყვეტიათ ხელისუფლების ლანძღვა. სავსე ჰქონდათ სინოდი ეპისკოპოსებით, ვინც რუსეთ-ბელარუსის სამეფოსთან საქართველოს შეერთებას გადაგებდა. პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთ-ბელარუსის სამეფოსთან საქართველოს შეერთებას. გაერთიანდება და შედგება ერთი დიდი რუსეთი, წმინდა რუსეთი. აი ესე ქვია, სამწმინდას უძახიან ტრისვიატაა რუსი. ეს არის უკრაინა, ბელორუსია და დღევანდელი რუსეთი. და ეს გაერთიანება და ერთი მეფე ეყოლებათ და საქართველოში აღდგება მერე მეფობა, იქ იქნება რომანოვი მეფე, აქ იქნება ბაგრატიონი აღდგება და ძალიან მეგობრულად იქნებიან ერთმანეთთან. და ვილოცოთ რომ ესე მოხდეს ამბო. მთლიან ჯიპების, მიწების, პრივილეგიების მიუხედავად, ეს ხალხი იყო, ვინც იდეოლოგიურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევდა ყველა ჯორის ამბოხებულებს და გადამტრიალებელებს მთელი ამ წლების განმავლობაში. ვინც ძალიან აშკარად რუსული სუნით ყარდა. მიშას ხელისუფლების წლებში, არ ვიცი, მის პოზიციაში მყოფი მართველისთვის შეიძლება ეს მარადიული დათმობა და გრთამებით ავსების სურვილი სწორი ნაბიჯი იყო რაღაც მოკლევადიანი ხანძრების ჩასაკრობად. მაგრამ სტრატეგიულად long run, რასაც ინგლისურად ეძახიან, დამღუპელი აღმოჩნდა. ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის, განამ მხოლოდ მიშას კარიერისთვის აღმოჩნდა. მიშას ასეთი რამ პრეზიდენტობისას რომ ეთქვა, რა მოხდებოდა? დაამხობდნენ, მეჭვის არ მეპარება, უსწრაფესად და უმარტივესად. იმიტომ რომ აწლეულების განმავლობაში საპატრიარქო იყო ყველა გამოკითხვის ლიდერი ნდობის მხრივ. იყო. ახლა კი აღარ არის. და ვინქნა ეს ბორია ივანაშვილმა, თავისივე აღიარებით ათეისტმა, ვისთვისაც ეკლესიების მშენებლობა მხოლოდ ინვესტიცია იყო სამომავლო პოლიტიკურ კარიერაში, 51-იანელების გასაბრიყვებლად. როგორ ქნა ეს? სუსის ფაილებით, პატრიარქის მოწამვლის სრულად აბსურდული ისტორიის შეთხზვითა და ეროვნულ ტრაგედიად ქცევით და უამრავი კიდევ დიდი თუ პატარა საქმით. ყველაზე საინტერესო კი არის პასუხი კითხვაზე, რატომ ქნა? იმიტომ რომ მათ შორის მიშას გამოცდილებით იცოდა, ერს არ შეიძლება ორი ბელადი ჰყავდეს, მამა უნდა იყოს ერთი. და დაიწყო. და გამოვიდა რომ ახლა მიშაც ბორიას უნდა უმადლოდეს, რომ დღეს მოსკოვიდან მართულ ქართულ პრავოსლავნიკებზე გულწრფელად საუბარი შეუძლია. ერთი წერილი მინდა გაჩვენოთ, განცხადება. ლამის 20 წლისაა, დაწერილია 2006 წელს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვანო მერაბიშვილს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორველის მცხოვრების ბიძინა ივანიშვილის განცხადება. გაცნობებთ, რომ 2004 წლის ბოლოს გადავწყვიტე დაბაწყნეთში ამეშენებინა საცხოვრებელი სახლი. გადავწყვიტე მეთხოვა აღნიშნული საქმის ორგანიზება ჩემი ნათესავებისთვის, ირმა ხვედელიძისთვის და მისი მეუღლისთვის, გრიგოლ ბერაძისთვის. გრიგოლ ბერაძემ ნაცვლად $248,000 მშენებლობის დაფინანსებით მოტივით მას გამოართვა $1,70,335,000, რითაც მან მიითვისა ჩემი კუთვნილი $800,000-ზე მეტი. გთხოვთ შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი და მისცეთ გრიგოლ ბერაძეს ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. განცხადებელი ბ. ივანიშვილი. ამ განცხადებას რამდენი რეზოლუცია ადევს, ხედავთ აგერ. გრიგოლ ბერაძის ქმედებას სამართლებრივი შეფასება მისცეს და დაიჭირეს, როგორც ამბობენ, იჯდა 2 წელი. გრიგოლ, გია ბერაძე, ივანიშვილის უბრალოდ ნათესავი კი არა. მისი ჩემი ეკას დისკმარი იყო. ქართულად ამას ქვისლი ქვია, აი დებირო ყავცოლად. ახლა მოკლედ თქვათ ეს ამბავი. კაცმა დააჭერინა საკუთარი ქვისლი. თქვენ კიდევ, ყველანი არა, მაგრამ ბევრნი. ადექით და 2012-ში იმისთვის წახვედით ხმის მისაცემად, რომ დიდარია და ფულს დაგვირიგებს. დაგირიგებთ კი. მთელი ეს 13 წელი თქვენზე დარდით არ ეძინა.
ახლა კი იმაზე რის გამოც მართლა არ ზინავს. ანუ ისევ ფულზე, ოღონდ დიდ ფულზე. ამ კაცმა ვინც დააჭერინა საკუთარი ქვისლი, ახლა დაიწყო საკუთარი ხელის ბიჭების დაჭერა. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ჯერჯერობით თავდაცვის ყოფილი მინისტრია, მაგრამ ეგ მე მგონი დროებითია. უამრავი ხმა ვრცელდება, რომ დაიბარეს ეს, დაკითხეს ის. ეს აყურყუტეს მთელი ღამე, იმას პასპორტი ჩამოართვეს. ამას დაცვა, იგივე ბადრაგი მიუჩინეს. იმას სახლიდან არ უშვებენ, ეს სულში მიიყვანეს, ის სარდაფში ჩაიყვანეს, ამას 4 თითი აჩვენეს, იმას 1 თითი, მოკლედ. ეს უცხოეთიდან ჩამოიყვანეს, იმას პირდაპირ მიბჯენით ესრულეს. და განა რამე სხვა ედავებიან ფულს, ოღონდ ძალიან დიდ ფულს, ასობით მილიონს, რომელიც ამ ხალხს ნამდვილად შეჭმული აქვს. შეჭამეს ისე, რომ არ გაითვალისწინეს რუსი დელეცის ფსიქიკა. მთელი ფული, რაც ქვეყანაში ტრიალებს, არის მისი. და თუ კი ეს ფული სადმე ტყდება, ანუ ვინმეს ჯიბეში ილექება, მან ჯერ იმ დელეცის ჯიბე უნდა გამოიაროს. ყველა დანარჩენს იმდენი შეხვდება, რამდენსაც ის გადაწყვეტს. მაგრამ ამ სისხლიანი და ყაჩაღური 13 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა კასტა, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, ეს ჩემს ირაკლი ყობახიძეზე ან ირაკლი ღარიბაშვილზე დაიკიდა. ჩათვალა, რომ შეუძლია იმდენი მოიპაროს, რამდენიც თვითონ უნდა. ზემოთ კი ან რამეს გაუშვებს, ან არა. ხო და აი მან დაგენძრად ბიჭებო, როცა იგი ფიქრეთ. უნდა გაგეხსენებინათ 2006 წლის განცხადების ამბავი და მიმხვდარიყავით, რომ ყულფში ყოფ თავს, როცა ერთ მაჯაზე იკეთებთ ისეთივე ღირებულების საათს, რისთვისაც ამ კაცმა საკუთარი ქვისლი დააჭერინა. მაგრამ ვერ მიხვდით. რა კი გაუმაძღრები იყავით, კალოშიანი გოიმები, პოლიტიკურად კალოშიანი. და ვერც ახლა ხვდებით რაკნათ, იმიტომ რომ გაუმაძღრობასთან ერთად დეგენერატებიც აღმოჩნდით. გონიათ რომ მოელაპარაკებით, მოურიგდებით, მოთაფლავთ, გადაუგდებთ 10 მილიონს მოთხოვნილი 100-500 მილიონის ნაცვლად და ქვისლის დამჭერი ეს კაცი დაგანებებთ თავს. არ დაგანებებთ. მარტო ესპანურ ვილებს, ფერარებსა და პატე ფილიპებს კი არა, არმანის ნიფხებს გაგაყიდინებ და ამოიღებს იმდენს, რამდენიც თავის დავთარში უწერია თქვენი სახელის გასწვრივ. 2025 წლის კურსით. და კიდევ გახეხინებთ იმისთვის, რომ ამდენი ანერვიულო და მოწყვიტეთ გიგანტური ხეების ჩახუტების წმინდა რიტუალს. მოლაპარაკება და მოთაფლო არ გამოვა. ანაკონდას რაზე უნდა ელაპარაკო, ან სვავს. ქვისლის გამეტებოს თქვენი ცრემლებისა არ ჯერა. აბა რა უნდა ქნათ? ერთი დიდებული იდეა მომივიდა და არ შემეძლია არ გაგიზიაროთ. თქვენთვის იაფი და იორღა. თუ გინდათ მოპარული 100 მილიონიდან 99 შეინარჩუნოთ თავისუფლებასთან ერთად 1 მილიონი რევოლუციაში უნდა ჩადოთ. წინააღმდეგობის მშვიდობიან მოძრაობაში. სულ 1 მილიონი. 5 თუ ჩადებთ, ეგ ამბავი კიდევ უფრო მალე მოხდება. იმიტომ რომ თქვენთვის და თქვენაერებისთვის რეჟიმის ცვლილება ახლა მართლა ყოფნა არ ყოფნის საკითხია და ერთადერთი არჩევანი, რაც თქვენ გაქვთ. ან ჩვენთან ერთად გაუშვებთ მოუსავლეთში ამ რუსის მონებს, ან ჩასხდებით ჩვენზე დიდი ხნით. თან ისე რომ ოჯახს პერედაჩების შემოსაგზავნ სახსარსაც ვეღარ დაუდოვებთ. იფიქრე კოცო და იმოქმედე. სამშობლო თუ კიდეა თავი მაინც გადაერჩინე. და ისევ ბორიას პატიმრებზე. გიორგი ბაჩიაშვილი ხომ დაიჭირა და 11 წელი მიუსაჯა. ბიტკოინების კოდები ვერ დააცდენინა. ლამის სიკვდილამდე აცემინა საკანში, ბიტკოინების კოდები ვერ დააცდენინა. საზღვრის უკანონო კვეთისთვის კიდევ 4 წელიწად ნახევარი მიუსაჯა, ბიტკოინების კოდები კიდევ ვერ დააცდენინა. ახლა კი მშობლები დაუპატიმრა. დაუსწრებლად, მაგრამ პატიმრობა ქვია. დაიწყებს ახლა მათი ექსტრადიციის ოფიციალურ პროცედურას და ყველა რესურსს გაამოქმედებს, რომ როგორმე დააპატიმრებინოს ამერიკა, სადაც ახლა არიან და ბორკილები ჩამოიყვანოს. 65 წლის დედა, რომელიც მისი ივანაშვილის და მისი ოჯახის ექიმი იყო წლების განმავლობაში და 75 წლის ქირურგი მამა. როგორ ქნა ეს? სპეციალური კანონი მიიღო, რომ ფულის ამოღება შეძლებოდა ოჯახის წევრებისგან. უკვე აამოქმედა ეს კანონი აქციებში მონაწილე აქტივისტი გოგონების წინააღმდეგ, ვინც არ გადაიხადა უკანონო ჯარიმა. ამათ ოჯახებს ახლა სახლების ჩამორთმევას და გაყიდვას უპირებს. მაგრამ ბაჩიაშვილის მშობლების ამბავმა სრულიად ნათელი გახადა, ვინ იყო ამ უკანონო კანონის მთავარი სამიზნე. მთავარი სამიზნე იყო ბაჩიაშვილი, ვისი მშობლების ფაქტიურად მძევლად აიყვანა რუსმა ბორიამ. და რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რამის გამოაკეთებს. ფულის. ფული მისი ყველაფერია. ფული მისი ღმერთია და პუტინი მოციქული მისი. და ეს კაცი და ასობით მილიონის მჭამელი მისი მონები თქვენ გადებილებენ 13 წელია, რომ მხოლოდ ქართული ტრადიციული ოჯახური ფასეულობები აღელვებდა ამისთვის იბრძვიან. ქართული ტრადიციული და ოჯახური ფასეულობა რა ყოფილა ივანაშვილისთვის? 65 წლის დედისა და 75 წლის მამის დაპატიმრება. იმის გამო, რომ მათ შულთან მაყუთი ვერ გაიყო. ოლე. ოლა.
ბორის ივანაშვილი დაჭერილი ყველაზე დიდი გლავის, დღეისათვის ყველაზე დიდის ბედი არ მაძლევს მოსვენებას. რაღაც კავშირს ვგრძნობ. ბები ამყავდა ბურჭულაძე, თუმცა ჯვანშერ ბურჭულაძის ნათესაობისა არაფერი ვიცი, მაგრამ მაინც სულ ვფიქრობ მასზე და ვნერვიულობ და ერთ უფასო რჩევას ვაძლევ. მას ადამიანის ადვოკატებს, ვინც ახლობლად ჩიგიძლიათ გადასცეთ. პოლიტიკურს მიაწვეს. დაწეროს საჯარო წერილი, რომ ერთადერთი კაცი იყო ქოცებიდან, ვინც უკრაინის მხარდამჭერი რამშტაინის ფორმატის შეხვედრებს მუდმივად ესწრებოდა. და დააპატიმრეს მხოლოდ ამის გამო ისჯება. ისე მართლა ერთადერთი იყო ფაქტია. რომ გულით უნდოდა უკრაინის დახმარება, უკვე ნაანგარიშები ჰქონდა, რამდენ ტანკს გამოვიდოდა, რამდენ ჯავშან მანქანასა და ქვემეხს. უკვე ორგანიზებული ჰქონდა ამერიკული სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომ ეს ყველაფერი უკრაინამდე ჩაეტანათ. უკვე მზად ჰქონდა ბრძანება, რომ საწარმო დელტა საომარი პერიოდის რეჟიმზე, ანუ სამცვლიან უწყვეტ სამუშაო გრაფიკზე გადასულიყო. ეწარმოებინა დრონები, რაკეტები, ყუმბარმტყორცნები, დაღმტყორცნები ჩვენი სტრატეგიული მეგობრის უკრაინისთვის. და ეს ყველაფერი მიეცა. მაგრამ ბოლო მომენტში გაუგო ბორიამ და ყველაფერი ჩაიშალა. ეს ყველაფერი წვრილად და დრამატულად უნდა აღწეროს. მოიგონოს დაპირისპირება პრემიერთან, სუსთან, თვალთვალი, ღამიზარები, სარდაფში ჩაყვანები, მერე იქ რამდენსაც მისი ფანტაზია გაწოდება, რომ რუაშვილი არ დაესტრესოს. ამ წერილის შემდეგ სოფლიო შემოbrunდება პოლიტპატიმარ ბურჭულაძისკენ. ჩაერევა დიპ სტეიტი, ზელენსკი მოაწერინებს ხელს ათობით ქვეყნის ლიდერს, პარლამენტები რეზოლუციებს მიიღებენ. ჯვანშერის სახელობის ბატალიონს ჩამოყალიბებენ ფრონტზე. მოკლედ, გმირად შერაცხავენ ამ კაცს. თორე ახლა რა გამოდის? ამ ხელად დაყუდებულ კაცს მართლა მაგნიტურ რეზონანსული აპარატის გამო ჩააყუდებს ბორია და ტეხავს. მაგრად. ყოფილი სახელოვანი სარდლები ასე უსახელო და უძეგლოდ არ უნდა იკარგებოდნენ. იხაროდნენ, ის კაცი გამოჩნდა, ჰომო საპიენსი აბასტუნის გამოქვაბულიდან. წერილი გამოგვიგზავნა. ახლა ამის სიტყვასიტყვით გარჩევას ვერ დავიწყებ, საერთო დასკვნას კი გაგიზიარებთ. ესე უსტარი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და დიპლომატების კი არა, ფსიქიატრების შესწავლის საგანი უნდა იყოს. სერიოზული ბოდვითი აშლილობა სჭირს ამის შემკვეთსაც, დამწერსაც და მომწონებელსაც, რაც მთავარია. და რაც მალე გამოუჩნდება მყარებელი და დაუნიშნავს რამე წამალს, უკეთესი იქნება ყველასთვის. ამდენი აგენტის, ჯაშუშის, მოღალატის, მტრის, შეთქმულების გარჩევის იქით, ამ ტექსტს ჩემი პროფესიული გამოცდილებით უფრო უყურებ და იცით რა იქცევს ყველაზე მეტად ყურადღებას. ძახილის ნიშნების რაოდენობა. ერთ წერილში 12. აქ მეც უნდა დავსვო ძახილის ნიშანი. ჩემი პროფესიული გამოცდილებით იცით ვინ იყედებს ამდენ ძახილის ნიშანს წერისას. პირველი იყო თამას წივწივაძე. შევარდნაძის დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაგრამ ის 7 წლის წინ გარდაიცვალა და გამოირიცხა. ძახილის ნიშნების მეორე დიდი მოყვარული კი არის ასავალ-დასავალი. საკუთარ თავს რომ გაზეთს უწოდებს, აი ეგ. აი იქ უყვართ ძახილის ნიშნები თუ უყვართ. და ასავალ-დასავალი ვის უყვარს? ერთი ციტატა. შეიძლება რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა. თებერვალი 2012 წელი. დიახ, ასავალ-დასავალი არის ბორია ივანაშვილის საყვარელი გაზეთი და დასკვნა. ან ხართან დაბმული ხარივით ბორია რუსი გადავიდა ამ გაზეთის ქართულზე, ან ორივეს საერთო სტილის რედაქტორი ყავთ. სადმე, გეოგრაფიულად უფრო მაღალ განედებში. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.